მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს ასეთი შეხვედრის საშუალება და ზოგადად ძალიან კარგია, რომ ასეთი იდეა არსებობს და ახალგაზრდული პარლამენტი ქვეყანაში არსებობს. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ ასაკიდანვე, თქვენი ასაკიდანვე, თქვენ ეჩვევით პარლამენტარიზმის იდეას, იწყებთ პოლიტიკურ აქტიურობას და ერთვებით იმ დემოკრატიულ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიდის და რომელიც ქვეყანაში აუცილებლად კიდევ გაგრძელდება. თქვენი თაობა ამ თვალსაზრისით არის ბევრად უფრო განვითარებული და წინწასული თაობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვიდრე თუნდაც ჩემი თაობა მათ შორის. მე როდესაც ვიყავი თქვენი ხნის, არც ახლა არ მინდა რომ ჩემი თავი რაღაც ძალიან ასაკოვნად წარმოვადგინო და ვილაპარაკო, რომ აი მე რო თქვენი ხნის ვიყავი. არც ესე დიდი ხნის წინ იყო მე რო თქვენი ხნის ვიყავი და ძალიან მალე გახდებით თქვენს ჩემი ხნის. დრო სწრაფად გადის, მაგრამ უზარმაზარი განსხვავებაა, იმიტომ რომ მე რო თქვენი ხნის ვიყავი, არანაირი წარმოდგენა პარლამენტზე, პარლამენტარიზმზე, დემოკრატიაზე პრაქტიკულად მაშინ ქვეყანაში არ არსებობდა. ეს იყო ყველაზე რთული წლები ჩვენი ქვეყნის, როდესაც საქართველოს იწყებდა საერთოდ ჩამოყალიბებას როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის მერე ძალიან ბევრი პრობლემა გავიარეთ და მოვედით დღევანდელ დღემდე. და დღეს თქვენი თაობა არის ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ თქვენ თავიდანვე გაქვთ საშუალება დაიწყოთ იყოთ ნორმალური პოლიტიკური კულტურის ნაწილი, იყოთ ნორმალური პოლიტიკური სისტემის ნაწილი, იყოთ პოლიტიკურად აქტიურები. და რაც თავარია, თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც მთლიანად არის გაზრდილი დამოუკიდებლობის და თავისუფლების პირობებში. თქვენ არ გაქვთ კომპლექსი, თქვენ არ ხართ თაობა, არ გახსოვთ ეგრეთ წოდებული კომუნისტების დრო, საბჭოთა კავშირი, არ გახსოვთ ის დრო, როდესაც ამ შენობაში საბჭოთა უზენაესი საბჭო იკრიბებოდა, თქვენ არ ხართ დამძიმებული იმ ყველაფრით, რაც რეალურად ხელს უშლის თანამედროვე დემოკრატიის აშენებას. ამიტომ როცა თქვენი თაობა მოვა ხელისუფლებაში, ეს ქვეყანაც და დემოკრატიაც ამ ქვეყანაში იქნება ბევრად უფრო წინწასული და ბევრად უფრო განვითარებული. და თქვენი თაობა ამ ქვეყნის სათავეში მოვა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე შეიძლება თქვენ წარმოგიდგენიათ. ძალიან სწრაფად გადის დრო და ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ცხოვრებაში. ვერც მე ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს 10 წლის წინ, რომ დღეს ამ ტრიბუნიდან თქვენ მოგმართავდით, როგორც უკვე 4 წლის სტაჟის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას 10 წლის წინ, მაგრამ ცხოვრება ყველას აძლევს შესაძლებლობას და მთავარია ვიყოთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა. ამიტომ მე ამაზე გავამახვილებ ძირითადად ყურადღებას. ბევრი რამე კეთდება, ბევრი რამე იცვლება ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მთავარი ვფიქრობ არის ის, რომ დღეს საქართველოს უკვე არის თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა. და თანაბარი შესაძლებლობის ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ყველა თქვენგანს თუ თქვენ იქნებით მოტივირებულები, თუ თქვენ იქნებით მონდომებულები, თუ თქვენ იქნებით მაგრები, თუ თქვენ იქნებით მცოდნეები და განათლებულები, ყველა თქვენგანს ექნება შანსი მიაღწიოს ცხოვრებაში მაქსიმუმს, რისი მიღწევად შეუძლია. აი ეს არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ჩვენმა თაობამ დაგიტოვოთ თქვენ. იმიტომ რომ როცა ჩვენ მოვედით ამ ქვეყანაში 8 წლის წინ, 9 წლის წინ, ეს არ იყო თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, რომელიც იმართებოდა ნეპოტიზმით, რომელიც იმართებოდა კორუფციით. ეს იყო ქვეყანა, სადაც უმაღლესში ჩაბარების დროს უნდა გეფიქრა არა იმაზე, რა იცოდი ან რა არ იცოდი, არამედ უნდა გეფიქრა იმაზე, სად მოძებნიდი ნაცნობს და რამდენის გადახდის საშუალება გქონდა, იმის მიხედვით უნდა აგერჩია ფაკულტეტი. ისევე მეორებ, არ არის შეიძლება ჩვენ შორის დიდი განსხვავება, მაგრამ როდესაც მე ვარჩევდი, სად უნდა ჩამებარებია, ჩემ დროს არჩევა იყო არა იმის მიხედვით, რა მოგწონდა და რა გიყვარდა, არამედ იმის მიხედვით, რამდენის გადახდის საშუალება გქონდა და ამის შესაბამისად, რომელ უნივერსიტეტში და რომელ ფაკულტეტზე მოხვდებოდი. და მე თავის დროზე მედალზე მაქვს სკოლა დამთავრებული და ყველა ელოდებოდა, რომ წავიდოდი აუცილებლად ან სამედიცინოზე, ან იურიდიულზე. არ წავედი არც ერთგან და არც მეორეგან, იმიტომ რომ ჩემ დროს სამედიცინოზეც და იურიდიულზეც აბსოლუტური უმრავლესობა ადგილების იყო უბრალოდ გაყიდული ჯერ კიდე გამოცდებამდე. გაყიდული იმ ხალხისთვის, ვისი, თქვათ, შობელიც იყო პარლამენტის წევრი, ვისი ბიძაც იყო მინისტრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი და ფული და საშუალება ჰქონდა გადაეხადა და ეყიდა. და არ წავედი, იმიტომ რომ უბრალოდ ჩემ თავს არ ვაკადრე ასეთ არაპატიოსან კონკურენციაში გამოსვლა. ავირჩიე ფიზიკა, არ წამიგია ნამდვილად სიმართლე რო გითხრათ, ხა ფიზიკა დღემდე მიყვარს, თუმცა სამწუხაროდ ჩემგან ფიზიკოსი აღარ გამოვააწე, იმიტომ რომ 10 წელია მთლიანად მოვშორდი ფიზიკას, მაგრამ ავირჩიე იქ, სადაც არ იყო არანაირი ჩაწყობა. ხა ფიზიკა მაშინ არავის არ აინტერესებდა და არც ჩაწყობა იყო, არც კონკურსი და სრულიად თავისუფლად შევიცოდნით ჩავაბარეთ. თქვენ ხართ სხვა თაობა, რომელსაც ეს აღარ ჭირდება. და როდესაც თქვენ გადაწყვიტავთ, სად უნდა ჩააბაროთ
თქვენ გადაწყვიტავთ არა იმის მიხედვით, რისი საშუალება გაქვთ და რა ნაცნობობა ყავს თქვენს მშობლებს, არამედ იმის მიხედვით, რა მოგწონთ, რა შეგიძლიათ და რა ნიშნებზე და რა ქულებზე ჩააბარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდას. Აი ეს არის ერთი ძალიან დიდი განსხვავება, რომელიც არსებობს 10 წლის წინანდელ საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის, რომ მაშინ ყველაფერი იყო დამოკიდებული ფულზე, ნაცნობობაზე, კორუფციაზე, ნეპოტიზმზე. დღეს დამოკიდებულია თქვენზე. ამიტომ არის თქვენ ხელში. ამიტომ უნდა გესწრებოდეთ, რომ мотивация, მაშინდელი თუნდაც სწავლის мотивация იყო აბსოლუტურად განსხვავებული. იმიტომ რომ მაშინ იცოდი, რომ რაც არ უნდა კარგად გესწავლა, თუ არ გყავდა პატრონი, ვერაფერს ვერ მიაღწევდი ცხოვრებაში. დღეს თუ კარგად ისწავლით და თუ იქნებით მონდომებულები და მოტივირებულები, ყველაფერს მიაღწევთ ცხოვრებაში. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. მე არ ვლაპარაკობ დღეს თქვენთან არც გზებზე, არც ქალაქებზე და არც ბევრ სხვა რამეზე, რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა. მაგრამ თქვენთვის ახალგაზრდა თაობისთვის ყველაზე დიდი, მე მგონი, რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა, არის ის, რომ თქვენ დღეს ყველას გაქვთ თანაბარი შესაძლებლობა და გაქვთ საშუალება თქვენი საკუთარი ცოდნით, ნიჭით და მონდომებით გაიკვლიოთ თქვენი გზა ცხოვრებაში და ააწყოთ თქვენი საკუთარი კარიერა. აი ახლა საჯარო სამსახურის კანონი შევცვალეთ. იცით როგორ იქნება საჯარო სამსახურში აყვანა? ზუსტად ისე, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ანუ არც მე, არც აპარატის უფროს, არც არავის პარლამენტში არ შეიძლება ვიღაცა აიყვანოს აპარატში იმის გამო, რომ ვიღაცას იცნობს, ან ვიღაცა მოწონს. იქნება აბსოლუტურად განცალკევებული სისტემა, როგორც გამოცდაზე, ანუ ცალკე იქნება ატესტაციის შედეგი და აბსოლუტურად ცალკე იქნება ავტორი, ანუ შედეგს უყურებ ისე, რომ არ იცი ვინ არის ავტორი და ირჩევ შედეგის მიხედვით და არა გვარის მიხედვით. ანუ როგორც არის ერთიანი გამოცდა, ზუსტად ისეთივე სისტემა შემოგვაქვს ახლა საჯარო სამსახურში აყვანის. რატო? იმიტომ რომ ყველას უნდა კონდეს თანაბარი შესაძლებლობა. ყველას უნდა კონდეს შანსი, რომ თუ ის მაგარია, არ დაიჩაგროს, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ნაცნობი არ ყავს და შეიძლება მე არ მიცნობს პირადად და ამიტომ არავინ არ უნდა დაიჩაგროს. ამიტომ ყველას უნდა კონდეს თანაბარი შანსი. აი ესეთ სისტემაზე გადავდივართ. როცა თქვენ დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებელს, ესეთი სისტემა იქნება უკვე და იქნება აპრობირებული და იმუშავებს, რომ ვინც იქნებით მაგარი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თქვენი საკუთარი ცოდნით დაიწყებთ მუშაობას ნებისმიერ საჯარო სამსახურში. აი ესეც დიდი ცვლილებაა და ეს არის დიდი მენტალური ცვლილება, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ქვეყანაში, სადაც 10 წლის წინ სწავლა იყო სირცხვილი, ქვეყანაში, სადაც 10 წლის წინ თქვენი ასაკის ბავშვების უმრავლესობა ფიქრობდა იმაზე, რომ კანონიერი ქურდი და კრიმინალი გამხდარიყო. აი ამ ქვეყნით დავიწყეთ 10 წლის წინ და დღეს მოვედით იქ, სადაც მოვედით. და დღეს პრობლემებიც არის, სირთულეებიც არის და გამოწვევებიც არის. ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ მთლიანობაში დღეს საქართველო არის სხვა ქვეყანა და საქართველო საბოლოოდ გახდება სხვა ქვეყანა, როცა თქვენი თაობა მოვა ამ ქვეყნის სათავეში. და ამას არ დაჭირდება ძალიან დიდი ხანი, ისევ ვიმეორებ, ამას ვამბობდი და დაუბრუნდები ჩემას. ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს თქვენ გონიათ. მაგალითისთვის გეტყვით, აი ბევრი გვაკრიტიკებს, აი რატო დაწიეთ პარლამენტის ასაკი 21 წლამდე და რა საჭიროა და ბავშვები უნდა შეიყვანოთ პარლამენტში? ჯერ ერთ დავიწყოთ იმით, რომ მაგალითისთვის გერმანიაში და ინგლისში 18 წლიდან შეიძლება ადამიანი იყოს არჩეული იქაურ პარლამენტში. და თუ გერმანიაში შეიძლება რომ 18 წლიდან იქნეს არჩეული ახალგაზრდა, ვერავინ ვერ დამისაბუთებს, რატო არ შეიძლება რომ საქართველოში იქნეს არჩეული თუნდაც იმავე 18, ან უკიდურეს შემთხვევაში 21 წლიდან. რატო რითია ჩვენი ახალგაზრდა უფრო შეუგნებელია, უფრო განუვითარებელია, უფრო ჩამორჩენილია თუ რატო არ შეიძლება რომ მაინც და მაინც ქართველი ახალგაზრდა იყოს არჩეული 21 წლიდან, ხო? ეს ერთი. და მეორე და მთავარი რატო გავაკეთეთ ეს? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი გაივსება ახლა 21 წლის ახალგაზრდებით. არა, შეიძლება იყოს 2-3 ადამიანი მაქსიმუმ, მაგრამ ეს არის სიგნალი ახალგაზრდების მიმართ, სიგნალი თქვენს მიმართ, რომ თუ თქვენ იქნებით მოტივირებულები და მაგრები, თქვენთვის ყველა კარი არის ღია. მათ შორის ღია არის პარლამენტის კარიც, სადაც ადამიანს შეიძლება წლები დაჭირდეს მუშაობის, რომ დეპუტატობა დაიმსახუროს და მოხვდეს თუნდაც იმავე პარტიულ სიაში. აი ეს არის სიგნალი თქვენთვის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თუ თქვენ იქნებით მოტივირებულები, ცოდნეები და მაგრები და მონდომებულები, თქვენთვის ღიაა ყველა კარი, ყველა გზა, მათ შორის ის კარიც, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტად იყო დახურული და ეს შეეხება პარლამენტს და პარლამენტის წევრობას. აი ეს სიგნალია თქვენთვის. და ეს არის ის, რომ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს თქვენი თაობა ამ ქვეყნის სათავეში. იმიტომ რომ როდესაც ჩვენი თაობა წავა და ჩვენი თაობა აუცილებლად წავა, იმიტომ რომ არ არსებობს პოლიტიკაში მუდმივი ხელისუფლება.
მუდმივი ხელისუფლება არ არსებობს. უნდა არსებობდეს მუდმივი ღირებულებები პოლიტიკაში. ამიტომ როცა ჩვენი თაობა პოლიტიკიდან წავა, ეს საქმე უნდა გააგრძელოს იმ თაობამ, ვისაც აქვს იგივე ღირებულებები. პიროვნებების შეცვლა პოლიტიკაში არასდროს არ არის ტრაგედია, ეს არის დემოკრატია, პიროვნებები ყოველთვის იცვლება. და მე პირადად ნამდვილად როცა მომიწევს შეცვლა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ის ადგილი დავთმო და გავაგრძელო სხვაგან ჩემი საქმიანობა. მთავარი არის ის, ვინ დაიკავებს იმ ადგილს და გაგრძელდება თუ არა იგივე ღირებულებებით ამ ქვეყნის აშენება, როგორც დღეს მიმდინარეობს. ამიტომ მთავარი ის არის, რომ უნდა იყოს თაობა, რომელიც იზრდება ამ ღირებულებებზე, რომელიც იზრდება ამ ქვეყნის თავისუფლების ღირებულებაზე, რომელიც იზრდება იმ ღირებულებაზე, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არის მთავარი, რომელიც იზრდება იმ ღირებულებაზე, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ჩვენ ვართ ევროპული ერი და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი. თაობა, რომელიც იზრდება იმ ღირებულებებზე, რომელიც თავისუფალია ჩაწყობისგან, ქრთამისგან, კორუფციისგან და კრიმინალისგან და კანონიერი ქურდისგან. აი, ამ ღირებულებებზე გაზრდილი თაობა უნდა მოვიდეს ამ ქვეყნის სათავეში და ამ ღირებულებებზე გაზრდილმა თაობამ უნდა გადაიბაროს ჩვენი თაობისგან ქვეყნის მართვა. იმიტომ რომ ეს არის იმის პირობა და გარანტია, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და გააგრძელებს განვითარებას. და ქვეყანა არის ქვეყანაში პოლიტიკური კლასი, რომელიც დღეს რეალურად არის ამ ქვეყნის გუშინდელი დღე და არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად 20 და 25 წლის მანძილზე ცდილობდნენ და ჰქონდეთ პრეტენზია, რომ იყვნენ და წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის მომავალს. ობიექტურად არ შეიძლება 25 წელიწადში ადამიანი პოლიტიკაში უბრალოდ ცვდება მორალურადაც, ღირებულებითაც და ცოდნითაც. ამიტომ პოლიტიკაში უნდა მუდმივად მოდიოდეს ახალი თაობა. და ჩემი თაობა, როდესაც ჩვენც ვიგრძნობთ, რომ ვადა გაგვივიდა და როდესაც ვიგრძნობთ ნამდვილად წავალ, როდესაც ამას ვიგრძნობთ ნამდვილად წავალ, როდესაც ამას ვიგრძნობთ, თაობა, რომელსაც უნდა გადავაბაროთ ეს ქვეყანა ხართ თქვენ. ხართ ის ახალგაზრდები, ვინც მოდის და ვინც მოდის თავისუფალი პატრიოტული მენტალიტეტით. ვინც მოდის იმ მენტალიტეტით, რომ იცის, რომ თავისით უნდა ჩააბაროს გამოცდა, ვინც მოდის იმ მენტალიტეტით, რომ იცის, რომ თავისით უნდა იშოვოს სამსახური და იმუშაოს, ვინც მოდის იმ მენტალიტეტით, რომ იცის, რომ არის თავისუფალი და ნორმალური საზოგადოების ნაწილი. აი, ასეთი მენტალიტეტით მოსულმა ახალგაზრდებმა უნდა ჩაიბაროთ ეს ქვეყანა და როდესაც თქვენი თაობა იქნება უკვე მზად ასაკობრივად, დიდი სიამოვნებით ამას გავაკეთებთ. ამიტომ ეს არ არის ხანგრძლივი, როცა მე ვამბობ, რომ თქვენი თაობა გააკეთებს, ჩაიბარებს, გადაიბარებს. არ გეგონოთ, რომ ამას ვლაპარაკობ 30 და 40 წლის პერსპექტივით. ეს შეიძლება მოხდეს სულ რაღაც 7-8 წელიწადში და 8 და 10 წელი ცხოვრებაში ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ ის თაობა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს და რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ძალიან ბევრ რეფორმას, რომელიც ჩვენ დღეს დავიწყეთ. იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, არის მომავალზე გათვლილი რეფორმები. ჩვენ არ ვაკეთებთ არაფერს ხისიერი ეფექტისთვის, ელექტორალური ეფექტისთვის, არჩევნებისთვის. ხა ჩვენ რო არჩევნებისთვის ვაკეთებდეთ, დამიჯერეთ, რომ ძალიან ბევრი მონგებიანი ლოზუნგის მოგონება შეიძლებოდა ამ ქვეყანაში, რომელიც ხალხს მოეწონებოდა. აი ხა არის საუბარი, რომ რამდენი უნდა იყოს პენსია და ახალი თემა გაჩნდა, რომ პენსია უნდა იყოს 220 ლარი. აგაშენათ ღმერთმა, რატო არ უნდა იყოს 240? მე რო არჩევნების მოგებაზე ვიყო ხა ორიენტირებული, ვიტყოდი, რომ 220 კი არ უნდა იყოს, 320 ლარი უნდა იყოს პენსია გაისიდან. უფრო მოეწონებოდა ხალხს, უფრო მეტი მომცემდა ხმას. მაგრამ ამის უკან რა დგას? ამის უკან დგას კონკრეტული პასუხისმგებლობა, ხო? 10 ლარით პენსიის გაზრდა ქვეყანაში ჯდება წელიწადში 100 მილიონი ლარი. და დღევანდელი პენსია რო გაზარდო 220 ლარამდე, ამას ჭირდება დამატებით 900 მილიონი ლარი ქვეყანაში ბიუჯეტში. მაშინ ისიც მითხრას ვინმემ, რომელიც 900 მილიონი ლარი უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ პენსია ესე გაიზარდოს, ხო ესეა? ამიტომ, როდესაც ადამიანი ფიქრობს მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ამოცანაზე და არჩევნების მოგებაზე, ძალიან ხშირად გაქვს სტუნება, რომ გამოხვიდე ხმამაღალი დაპირებებით, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ ისევ მეორებ, ჩვენგანაც ძალიან მოეწონებოდა ხალხს იმის მოსწვედა, რომ 300 ლარამდე ვზდით პენსიას, მაგრამ ამას სჭირდება სრულიად კონკრეტული რესურსი. ეს რესურსი დღეს სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ღარიბი ქვეყანა. და იცით რატო ვართ ღარიბი? იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით საერთოდ ღატაკი ქვეყანა. თქვენ არ ვიცი, კარგად არ გეხსოვებათ იმედია ის 90-იანი წლები, რომელიც მაგალითად ჩემ თაობას ძალიან კარგად ახსოვს, როცა თქვენ ხელა ვიყავი დაახლოებით. იმიტომ რომ 90-იან წლებში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ეკონომიკის 75%.
ეს დათვლილია 1990-დან 1995 წლის ჩათვლით 5 წელიწადში. ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკის 75%. ეს რას ნიშნავს, იცით? მაგალითს გეტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია, რომელიც იყო დამარცხებული, მთელი მსოფლიო ეომებოდა, დაბომბილი, ოკუპირებული, შუაზე გაყოფილი. გერმანიამ დაკარგა ეკონომიკის 60% მეორე მსოფლიო ომის მერე. ჩვენ უფრო მეტად დავანგრიეთ ჩვენი საკუთარი ქვეყანა იმ 5 წელიწადში, ვიდრე მთელმა მსოფლიომ შეძლო გერმანიის დანგრევა 5 წლიანი ომის შედეგად. აი ამიტომ იყო საქართველოს იმ დღეში, რა დღეშიც იყო. და ჩვენ 9 წლის წინ ვიყავით აბსოლუტურად ღატაკი, არ შემდგარი, უპატრონო ქვეყანა. და 9 წელიწადში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკა გავასამაგეთ, ჩვენ ჯერ კიდე ღარიბები ვართ. იმიტომ რომ ღატაკს რო სამჯერ გაუზდი შემოსავალს, ის მდიდარი ვერ გამოვა. ის ჯერ კიდე ღარიბი იქნება. ამიტომ არის ჩვენი ამბიცია არა პოპულიზმი და არა ის რომ ვიღაცას რაღაცა დავპირდეთ. არამედ ჩვენი ამბიციაა რომ 5 წელიწადში საქართველოს გადავაქციოთ აბსოლუტურად სხვა ქვეყანად. რომ 5 წლის შემდეგ საქართველოში გავაორმაგოთ ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი და ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში 5 წლის შემდეგ იყოს $10,000, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილური საშუალო კლასი. ჩვენი ამბიციაა რომ 5 წლის შემდეგ უმუშევრობა ჩამოვიყვანოთ 10%-ზე ქვემოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის პრობლემა ძირითადად მოგვარდება. ჩვენი ამბიციაა რომ 5 წლის შემდეგ მაქსიმალურად ყველა ოჯახი იყოს დაზღვეული და ჯანდაცვის დაზღვევის პრობლემა აღარ არსებობდეს და საავადმყოფოს პრობლემა აღარ არსებობდეს. ჩვენი ამბიციაა რომ 5 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში გაურემონტებელი და კეთილმოუწყობელი სკოლა აღარ არსებობდეს. ჩვენი ამბიციაა რომ 5 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ისეთი პრობლემა, როგორც არის წყალი, გაზი, გზა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის კონკრეტული გეგმები და კონკრეტული პროგრამები. და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ და როცა ჩვენ ამას გავაკეთებთ, 5 წლის შემდეგ თქვენ თაობას დახვდება აბსოლუტურად სხვანაირი ქვეყანა. და ამის მერე უკვე თქვენმა თაობამ კეთილინებეთ და გააგრძელეთ და კიდევ უკეთესი გახადეთ ის ქვეყანა. მაგრამ 5 წლის შემდეგ ჩვენ ამ ქვეყანას დაგახვედრებთ სხვანაირს. იმიტომ რომ მე არ ვადარებ 20 წლის წინანდელ და 10 წლის წინანდელ საქართველოს დღევანდელს. ამის შედარება არ შეიძლება. 10 წლის წინ აბსოლუტურად სხვა ქვეყანა იყო, იმას ვერ შევედრებით და არ უნდა შევედაროთ. მაგრამ თუნდაც 5 წლის წინანდელ საქართველოს რო შევედაროთ, გაიხსენეთ 5 წლის წინ იყო პირველად რო დავიწყეთ თბილისში ცენტრში შენობების ფასადების შეღებვა. და მაშინ ყველა გვაკრიტიკებდა, რომ როგორ შეიძლება ფასადის შეღებვა ხო სახლის რემონტს არ ნიშნავს. რა თქმა უნდა არ ნიშნავს, ეს ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ რისი საშუალებაც ჰქონდა და რისი თავიც ჰქონდა, იმას ვაკეთებდით მაშინ. მეტის საშუალება მაშინ არ იყო და ამიტომ ფასადებს ვღებავდით. და აი 5 შეღებილი ფასადით დავიწყეთ და დღეს ახალი ქალაქების აშენებაზე გადავედით. ხედავთ, რომ რაც თბილისის ცენტრში პლეხანოვზე ვარ გაზრდილი და მასეთი აღმაშენებელი და მარჯანიშვილი მე არ მახსოვს არასდროს. ახალი უბანია ფაქტიურად. თელავში ვიყავი რამდენიმე დღის წინ, ახალი ცენტრი შენდება, ქუთაისში ვიყავი გუშინ, ახალი ცენტრი შენდება, ახალი მესტია, ახალი ბათუმია, ახალი სიღნაღია, გორი კეთდება, ვოლნისი კეთდება, შეუძლია გავაგრძელო ესია, ახალი ქალაქები შენდება ფაქტიურად საქართველოში. აი დავიწყეთ 5 წლის წინ იმ 5 შეღებილი ფასადით და დღეს მოვედით იქამდე, რომ ფაქტიურად ახალ ქალაქებს ვაშენებთ ქვეყანაში. რატო? იმიტომ რომ ქვეყანა წავიდა წინ. და ჩვენი ამბიციაა, რომ მომავალ 5 წელიწადშიც აი ესე წავიდეს ქვეყანა წინ. და როცა თქვენი თაობა იქნება მზად უკვე ამ ქვეყნის სადავეების გადასაბარებლად, დაგახვედროთ ქვეყანა, სადაც დღევანდელი პრობლემები აღარ იარსებებს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვაგვარეთ ბევრი პრობლემა, რომელიც არსებობდა ადრე. თქვენ თაობას არ ვიცი, გეხსოვმებათ, არ გეხსოვმებათ ალბათ, მე კარგად მახსოვს და ჩემ თაობას რო გეკითხათ მაგალითად, რომელ ფიდერზე იყო ჩემი კორპუსი მიერთებული. იმასაც გეტყოდით, რომელ ფიდერზე იყო, იმასაც გეტყოდით, ფიდერიდან ფიდერზე როგორ უნდა გადართულიყო და იმასაც გეტყოდით, ჩემ უბანში ვინ ცხოვრობდა, თავრობის კაცი, რომლის ფიდერზე ჩუქი არ ითიშებოდა. ვახერ მაშინ პლეხანოვზე ნიკოლეკიშვილი იყო, რომლის ფიდერზეც სულ იყო სინათლე და მთელი ეს უბნის ახალგაზრდობის ოცნება იყო, რომ როგორმე ეგრეთ წოდებული ლევი მავთული გამოგვეყვანა ლეკიშვილის ფიდერიდან, რომ ტელევიზორისთვის მაინც გვეყურებია. თქვენი თაობა ამას ვეღარ გაიგებს. იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება ფიდერი არც იცის რა არის, ეხლა რო გეუბნებით. ჩემი თაობისთვის ფიდერი იყო პრობლემა. აი როგორც ფიდერი მოვაგვარეთ და დღეს აღარ არის პრობლემა და გეცინებათ და ვერ იგებთ. ისე როგორც ვეღარ გაიგებთ თქვენ, რას ნიშნავს სადღაც კუკიაზე კანონიერ ქურთთან რაზბორკაზე ასვლა. იმიტომ რომ ამაზეც გაგეცინებათ დღეს. ჩემ თაობაში ესეც არ იყო სასაცილო. თქვენ თაობაში უკვე სასაცილოა. აი როგორც ამაზე გეცინებათ დღეს, აი ჩვენი ამბიცია და გეგმა ის არის, რომ ასე გაეცინოს 5 წლის შემდეგ იმ თაობას დღევანდელ პრობლემებზე, რომელიც დღეს გვაქვს. და ესეც მიღწევადი და მოგვარებადია. იმიტომ რომ თუ ქვეყანა მიდის წინ,
ქვეყანაში ყველაფერი არის უკეთესად და ყველაფერი თანდათანობით გვარდება. ამიტომ ჩვენი ამბიციაა, რომ ქვეყანა იყოს უკეთესად, ქვეყანა წავიდეს წინ და როცა თქვენი თაობა იქნება მზად ქვეყნის სამართავად და ქვეყნის სათავეში მოსასვლელად, დაგახვედროთ სხვა ქვეყანა და მერე ამ სხვა ქვეყანას კიდე წინ წაყვანა დაჭირდება. იმიტომ რომ არ გეგონოთ, რომ პრობლემები მოგვარდება. პრობლემა ყოველთვის არსებობს. როგორც კი მოვაგვარებთ უმუშევრობის პრობლემას, დადგება ხელფასების ზრდის პრობლემა. წარმოიდგენთ, რომ როცა თქვენ მოხვალთ ნამდვილ პარლამენტში, აღარ იქნება პენსიის გაზრდის პრობლემა. ყოველთვის იქნება პენსიის გაზრდის პრობლემაც, ხელფასის გაზრდის პრობლემაც, უმუშევრობის პრობლემაც. ეს პრობლემები ბოლომდე არ გვარდება არასდროს, იმიტომ რომ საზოგადოება ვითარდება, წინ მიდის და უფრო მეტს ითხოვს. მაგრამ ის, რაც დღეს გვაწუხებს, ის უნდა მოვაგვაროთ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური თაობის ვალდებულება და ამას გავაკეთებთ. და ამის შემდეგ თავარია, რომ გაგრძელდეს იგივე ღირებულებებზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობა. და ეს ღირებულებები უნდა გააგრძელოთ თქვენ. და ამ ღირებულებების შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც დღეს აკეთებთ, რომ უკვე ამასაკიდან ხართ ჩართული პოლიტიკაში, გაინტერესებთ საზოგადოებრივი აქტივობა, გაინტერესებთ პარლამენტი, გაინტერესებთ აქ მოსვლა და შეხვედრა, აი ესეთი ინტერესით თქვენ ნამდვილად ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში. ასე რომ ჩვენ შევეცდებით, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგიქმნათ თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა, სადაც ყველას გექნება შანსი, რომ იყოთ წარმატებული. და შემდეგ ეს წარმატება უკვე თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი წარმატება რეალურად არის და იქნება ამ ქვეყნის წარმატება.